ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94-სა და 7-ზე. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1980 წლის 9 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საქართველოს დედაქალაქი ძმურად, მხურვალედ და გულითადად როგორც ყველაზე ძვირფას სტუმრებს შეხვდა კამპუჩიის ეროვნული ხსნის ერთიანი ფრონტისა და სახალხო რევოლუციური საბჭოს დელეგაციას. კამპუჩიის ეროვნული ხსნის ერთიანი ფრონტისა და სახალხო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგ ჰენკ სამრინის მეთაურობით. დელეგაცია საბჭოთა კავშირში პარტიისა და მთავრობის მოწვევით იმყოფება. აეროპორტი თბილისელებისა და კამპუჩიელი ამხანაგების ამაღელვებელი შეხვედრის ადგილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე იყო, ქალაქის მშრომელთა მრავალი წარმომადგენელი მოვიდა ალმებითა და ყვავილებით, რათა მისალმებოდა ამხანაგ ჰენკ სამრინს და სხვა სტუმრებს. სტუმრების შესახვედრად მოვიდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ამხანაგი ედუარდ ამბროსის შევარდნაძე და სხვა ხელმძღვანელი ამხანაგები. სადილზე ამხანაგებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰენკ სამრინმა მეგობრული სადღეგრძელოები წარმოთქვეს. დღეს კამპუჩიელთა დელეგაცია მოსკოვს გაემგზავრა. თბილისში ოქტომბრის ქუჩის 134-ში გაიხსნა შრომითი რეზერვების ახალი სპორტული კომპლექსი. ეს მოვლენა დიდი დღესასწაულით აღინიშნა. ახალ კომპლექსში გაიმართა სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლები. თავიანთი ხელოვნება აჩვენეს პროფტექნიკური განათლების სისტემის მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებმაც. გახსნის ზეიმს დაეცნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ამხანაგი ედუარდ ამბროსის შევარდნაძე, ამხანაგები გურამ ნიკოლოზის ენუქიძე, ჯუმბერ ილიასზე პატიაშვილი, ჟიული კონსტანტინესზე შარტავა, ასევე შრომითი რეზერვების ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე კიმ დიმიტრისზე ვარავკო. ზუგდიდის გორაზე ძველის ნაცვლად დაიდგა ახალი 58 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის სატელევიზიო კოშკი. ახალმა კოშკმა გაზარდა მისი მოქმედების რადიუსი, გაუმჯობესდა ეკრანზე გამოსახულების და ჩვენების ხარისხი. უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კოშკზე 2 სარელეო ხაზის 2 გადამცემის დასამონტაჟებლად, მოსკოვის პირველი და თბილისის მეორე პროგრამებისთვის. ანსამბლმა ივერიამ მაყურებელს წარუდგინა მიუზიკლი ჩხიკვთა ქორწილი. მუსიკის ავტორია ალექსანდრე ბასილაია, ლიბრეტო აკაკი გელოვანისა და ჯემალ ბაღაშვილის. ამ წარმოდგენაში მუსიკალურად აჟღერდა ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილი უაღრესად ფერადი სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვართა სამეულის ნამუშევარი, მიუზიკლის ჟანრისთვის უაღრესად ზედმიწევნით მიგნებული მხატვრული გადაწყვეტა, ფერშუკის ეფექტური თამაში. საქართველოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა წარმოდგენა ძალიან თბილად, დიდი მოწონებით მიიღო. საპრემიერო ჩვენებები გრძელდება. გადმოიცემოდა 1980 წლის 9 თებერვლის უკანასკნელი